არასდროს იყიდოთ ცნობილი ბრენდის ვიტამინები. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროში ცნობილი ბრენდი ხშირად ასოცირდება ხარისხთან, უფრო მეტ სანდოობასთან, კარგ პროდუქტებთან, მაგრამ ვიტამინების და დანამატების სფეროში საქმე პირიქით უფროა ხშირ შემთხვევაში. რაც ყველა დიდ და ცნობილ ბრენდს აქვს საერთო, ისაა, რომ ყველა დიდ ბრენდს აქვს როგორც უხარისხო პროდუქტები, ისევე ხარისხიანი. ასევე აქვს საშუალო ხარისხის პროდუქტები, საშუალოსა და დაბალ ხარისხს შორის პროდუქტები და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ აარჩიო ხარისხიანი დანამატი, უნდა ჩაიხედო დანამატის შემადგენლობაში. უნდა იცოდე რა დოზით გჭირდება კონკრეტული ვიტამინი და დააკვირდე რა ფორმით არის მოცემული ესა თუ ის ვიტამინი, მინერალი ან ნებისმიერი დანამატი. სინამდვილეში 5 წუთის საქმეა სულ რომ ამ ყველაფერში გაერკვიო, სანამ დანამატს იყიდი. ხარისხი ამ სფეროში ნიშნავს შემადგენლობას და დიდ ბრენდებს მით უმეტეს ყველანაირი შემადგენლობით აქვს პროდუქტები. ამიტომ თუ შენ ყიდულობ პროდუქტს უბრალოდ ბრენდის გამო, იმიტომ რომ სადღაც თვალში მოხვდა ეს ბრენდი, დიდი ალბათობით ყიდულობ უხარისხო პროდუქტს. იმიტომ რომ დარწმუნებული იყავი 10-დან მინიმუმ 8 პროდუქტი იქნება უხარისხო. მაგრამ ალბათ ახლა ფიქრობ, რომ ყველაზე იაფიან დანამატს არ ვიყიდი და ვიყიდი ყველაზე ძვირიანს, რაც ლოგიკურად გამოდის ხარისხიანი. მაგრამ ეგ შენზე ადრე დანამატების კომპანიებმა იფიქრეს და ყველაზე ძვირიანი პროდუქტიც უხარისხოა ხშირ შემთხვევაში. საშუალო ფასის პროდუქტიც ასევე. ვიცი ახლა ეს გაიფიქრე. მეტიც, მაგალითად ჩვენ თანამშრომლობთ რამდენიმე წამყვან ევროპულ ბრენდთან და მათი პროდუქტების 95% არ იყიდება ჩვენს მაღაზიაში. იმიტომ რომ მათი უმეტესი პროდუქტიც არის უხარისხო. მოკლედ ბრენდით, ფასით, ქვეყნით და ჯადოქრობით კარგ დანამატს ვერ იყიდი. ან ცოტა დროს დახარჯავ და გაერკვევი შემადგენლობაში და ან შეგრჩება ხელში უხარისხო პროდუქტი, რომელიც არანაირ შედეგს არ მოგცემს.